ცოცხალია თუ არა, სხვაგვარად ჩამოვაყალიბოთ კითხვა. ცოცხალია კი რუსეთის პრეზიდენტი შლეგი, ლიდერი ვლადიმირ ხაზგასმით ვამბობ ვლადიმირ მირამ და არა ვლადიც მერამ, ხო ვლადიც მირამ. ვლადიმირ პუტინი. რუსულად ასე იწერება, მე კი არ ვიგორებ. როგორც ჩვენი მედიის საშუალებები სამწუხაროდ ვლადიმერს უწოდებენ მას. რა და ვლადიც მირამ, ვლადიც კავკაზამ. ხო, ვლადიც ვასტოკა, ვლადივასტოკი. ვლადევასტოკს ხო არ ვამბობ. მოკლედ პუტინი ცოცხალია თუ არა, ცოცხალია კი. ცოცხალიაო, ბევრი თქვენგანი მეტყვის და მეც რასაკვირველია დაავეთანხმები, ცოცხალია აბარა. მე სულაც არ ვუჯერებ და არც თქვენ არ უნდა დაუჯეროთ, მე მოგიწოდებთ რომ არ დაუჯეროთ პროფესორ სალავეის. ერთ პროფესორს, მეცნიერს, რომელიც სხვათა შორის მოსკოვის ცენტრში ცხოვრობს და თუ ასეთი ანტიპუტინისტია, პუტინი მოსკოვში, ცენტრში, ეგრეთ წოდებულ კალცევოიზე როგორ აჩერებს. რომ ჩაერთვება ხოლმე პერიოდულად მათ შორის უკრაინულ მედიას საშუალებებს, გორდონს ყველაზე უფრო ხშირად და ამბობს და ამტკიცებს ჭყალებში, რომ პუტინი მოკვდა და აგე უკვე თვეებია ის დასვენებულია სასახლე მაცივარში, ხოლო რუსეთს მისი რომელიმე ორეული მართავს. 1-2 თორსი ბოლო პერიოდია საუბრობს რომ ყველა სხვა ორეული მოკვდაო არ მოკლესო და ერთი გადარჩაო და აი სადაც დადის ყველგან ეს ერთი ორეულიო. არა, სალავეი რასაკვირველია გვაბოლებს, გვატყუებს. ამით მაყურებელს იზიდავს და მის YouTube გვერდზე თუ სხვაგან, ასე მაგალითად გორდონთან მეტი და მეტი მაყურებელი შედის და მეტი და მეტი მონეტარიზაციის შედეგად მეტ და მეტ თანხას წერს შემთხვევაში გორდონის ან შესაძლოა სალავეის YouTube გვერდიც. ამისთვის სჭირდება სალავეის ეს სვლა, ეს ნაბიჯი, ამ ნაბიჯის გადადგმა. ცოცხალია პუტინი, მაგრამ მოდი სხვაგვარად მოვატრიალოთ კითხვა. ცოცხალია თუ ცოცხალმკვდარი? მე 20 შემდგომ 5-7 წუთში გაგაცნობთ პუტინის ერთ განცხადებას, რომელიც მე პირადად მიმანიშნებს, არ მიდასტურებს მაინც და მაინც, რომ პუტინის სიტყვებში ცოტა სხვა ტონები, სხვა ფერები გამოერია. პუტინი ცოტა ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში დამფრთხალ შეშიდებულია, ცოტა სხვაგვარია. ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი იქნება ხვალაც და არი ბაქიბუქებს, მაგრამ აი განცხადებას რო გაგაცნობთ, თქვენც ერთად გავაანალიზოთ, თქვენც მიხვდებით, რომ ცოტა სხვაგვარად მსჯელობს. ცოტა ოდნავ. ვიდრე პუტინის ამ განცხადებას მივუბრუნდებოდე კი არა გაგაცნობდეთ, მანამდე ვიკითხავ. ცოცხალია კი ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ხამენეი. ცოცხალია? ბევრი თქვენგანი მეტყვის რომ რასაკვირველია ცოცხალია და უსაფრთხოდაც გრძნობსო თავსო. მაგრამ თლად ასე არ უნდა იყოს საქმე. თუ ამერიკელები შეუერთდებიან ისრაელის სამხედრო სპეცოპერაციას ირანის წინააღმდეგ და თუ ორივე მხარე, შეერთებული შტატები და ისრაელი ერთად მიზნად დაისახავენ აიათოლას განადგურებას, აიათოლების რეჟიმის განადგურებას, ფიზიკური ლიკვიდაციის ჩათვლით, რაც არ უნდა 297 მეტრში იყოს ჩამალული ხამენეი, რაც არ უნდა 297 თუ 318 მეტრში იყოს, გარწმუნებთ რომ ამერიკელები და ისრაელის ძალები სპეცძალები მას მისწვდებიან და გააგორებენ. ბუნებრივია, რომ ხამენეიმ ეს იცის. ბუნებრივია, რომ ყველა იმ სპეცოპერაციების გათვალისწინებით, რომლებიც ჩაატარა ისრაელმა, ხოლო მანამდე რუსეთის მიმართულებით ჩაატარა უკრაინამ, კონკრეტულად გენერალმა მალიუკმა და სხვებმაც, რასაკვირველია ბუდანოვმა და სხვებმა, აღარავინ აღარ არის დაცული, მეთქი ამის თქმას ვცდილობ. ხამენეიც კი, რომელიც შეიძლება მართლა 297 მეტრშია ჩასული, ხოლო პუტინი 814 მეტრში იქნება, რატომაც არა ჩასული, ლამის გახრეტილი აქვს მოსკოვი, თუ დედამიწა არა. უკლებლივ ყველა ხვდება, რომ აბსოლუტურად დაცული თუ მოინდომა შეერთებულმა შტატებმა ალბათ პირველ ყოვლისა, მაგრამ ისრაელმაც რასაკვირველია, რომ მისწვდება კიდეც. ტრამპმა თქვა რამდენიმე დღის წინ ზედმიწევნით კარგად ვიცით, სად არისო, ის არის სულიერი ლიდერიო. და ტრამპის მოთბინების ფიალა იცით თქვენ, ნელ-ნელა ივსება და ისება ყოველში ესე ამბობენ, ასე ვრცელდება, ეს ინფორმაცია ვრცელდება. ამასობაში სხვა ინფორმაციებიც ვრცელდება, მაგალითად, ინფორმაცია იმის თაობაზე ირანმა როგორ დაბომბა ისრაელის ტერიტორია, თელ-ავივი, სხვა ქალაქებიც.
სარაკეტო დარტყმების 90% გადაჭერილია, ანუ დაბლოკილია ისრაელის მხრიდან, მაგრამ 10% ხომ მოხვდა ცალკეულ ობიექტებს, ეს ბუნებრივია პრობლემაა. ისრაელისთვის, რომლის არსებობაც კი, როგორც ასეთი ეგზისტენციური საფრთხეა, ისეთი არადემოკრატიული რეჟიმებისა და ბროტების ერთ-ერთი ღერძისათვის, როგორც არის ირანი. ეს ჰქონდა განზრახული ირანს და ჰეზბოლა იქნებოდა თუ ჰამასი იქნებოდა, სწორედ იმიტომ იყენებდა, ეყრდნობოდა მათ, რომ ისრაელის სახელმწიფოსთვის მათ შეექმნათ პრობლემა, იმიტომ რომ ისრაელი საერთოდ არ უნდა არსებობდა 1948 წელს შექმნილ აღდგენილი, მოდი უფრო ზუსტი რომ ვიყოთ აღდგენილი. ჩვენ ზროებაში 48 წელს აღდგა ისრაელის სახელმწიფო და ირანისათვის ეს ეგზისტენციური საფრთხეა. ვრცელდება ინფორმაციები, რომ თელ-ავივი დაიბომბა, მაგრამ გაცილებით ხშირად და მიზანმიმართულად რაც თავარი იბომბება, სწორედაც რომ თეირანი. და ისრაელი არ ხორციელებს ესეთ სუსტ წერტილოვან დარტყმებს და ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ირანისა მისწვდება თუ არა ირანის სულიერ ლიდერს გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რასაკვირველია მისწვდება მეთქი. ამასობაში უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ის ასე მაგალითად ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ამბობს, ჩვენ ძირს გამოუთხრით აიათოლების რეჟიმს. ანუ სულ რომ არ გაანადგურონ მოცემულ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში 7 ძილის შესაძლებლობა აიათოლების რეჟიმს არ ექნება. დღეიდან და უკუნისამდე ისინი ბალიშზე ვერ დადებენ თავს, მუთაქაზე ვერ დადებენ თავს და ასე მშვიდად ვერ დაელოდებიან, ვერ დაიძინებენ 2 საათში ერთხელ გამოეღვიძებათ მეთქი ყოველი შემდგომი შეტევისას ან იმის შიშით რომ რაღაცა მოხდება, რაღაცა წისქვილის თქვა დატრიალდება მათ თავს. ხამენეი პასუხს აგებს თავისი დანაშაულებისათვის ამბობს ისრაელ კაცი. მე და პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალეთ გაზარდონ თავდასხმების ინტენსივობა და ისრაელს ყოფნის რესურსი ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე და თეირანის სამთავრობო სამიზნეებზე. აკი ამიტომაც ფეთქდება დაუსრულებლად ფეთქდება უშუალოდ თეირანში და არა მხოლოდ თეირანში, სწორედაც რომ სტრატეგიული ობიექტები. ბენიამინ ნეთანიაჰუ ამასობაში დღეს დილით ირანის ტერორისტებმა ტირანებმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს ბეშევაში მდებარე სოროკას საავადმყოფოზე და საავადმყოფოს დაბომბვა დამატებით ისრაელი ირანს გარწმუნებთ რომ არაპატიებს, ამიტომაც ამბობს ნეთანიაჰუ ჩვენ ძალიან მძიმე დამატებით ძალიან მძიმე ფასს გადავახტევინებთ თეირანის ტირანებს. ტირანები არიან თუ არა? დიახ, ტირანები არიან. იმიტომ რომ ამ ხნის განმავლობაში მათ თავკერძებს არ ეტყობოდათ რომ უკან იხევენ და პირიქით აძლიერებდნენ და ამძლავრებდნენ საკუთარ ბირთვულ პროგრამას. არაერთ გზისი გააფრთხილების, შენიშვნის, მოთხოვნის, თხოვნის, ვედრების მიუხედავად ჯერ კიდევ ბარაკ ობამაც კი სთხოვდა რომ შეაჩერეთ ბირთვული პროგრამაო, არათუ ტრამპი, რომელიც ხოთაშორის მაქსიმალურად ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ჭიმავს და ჭიმავს ამ ჩართვას შეერთებული შტატებისა, თუმცა მზად კი არის შეერთებული შტატები რომ თავადაც მიიღოს მონაწილეობა ამ სამხედრო ოპერაციაში, განსაკუთრებით რასაკვირველია ირანის ფლოტის, სამხედრო ფლოტის წინააღმდეგ, თუ ირანი ამ კუთხით გააქტიურდება და დაიწყებს ბლოკირებას საკუთარი საზღვრების სამხრეთით სპარსეთის ყურისა, როგორც ასეთის. მე კიდევ რამდენიმე ინფორმაცია მქონდა ჩასაკითხი, ბოდიშ ვიხდი, ესეც საინტერესოა. ხო, ამ პროცესში ყველაზე საინტერესო რასაკვირველი არის მართლა დედამიწის სიღრმეში, ხო, მოკლედ ძალიან ღრმად ჩასული ფორდოს მიწისქვეშა ბირთვული ობიექტი და ისრაელი აკეთებს ამგვარ განცხადებას. თუ ვერ მივწვდით ჩვენი რაკეტებით და ვერ ავაფეთქეთ ფორდოს ბირთვული ობიექტი მიწისქვეშ, რომელიც არისო, აქსიოსი ავრცელებს ამგვარ ცნობას, წავიკითხავ. ისრაელებმა ტრამპის ადმინისტრაციას განუცხადეს, რომ შესაძლოა ავიაბომბებით ვერ მიაღწიონ
ირანის ფორდოს ბირთვული ობიექტის სიღრმეში, ანუ სადაც ძირითადად მიმდინარეობს ეს კვლევებიც არა ეს ბირთვული პროგრამა როგორც ასეთი, მაგრამ ადამიანებით, ანუ ცოცხალი ძალით კი ჩააღწევენ ფორდოს ბირთვულ ობიექტში და თავად გააკეთებენ იმას, თუ ტრამპი არ დაიწყებს საჰაერო დარტყმებს ირანზე. ფორდოშია ეგ რა მაგის პასუხია სულიერ ლიდერი ირანისა. არა ნელ-ნელა უნდა მივიდე ტრამპამდეც ხო უნდა მივიდე, მაგრამ პუტინამდე უნდა მივიდე პირველ ყოვლისა. პუტინის იმ განცხადებამდე, რომელშიც ჩანს, რომ ყოველ შემთხვევაში მე ესე ვკითხულობ, რომ მას ცოტა დამფრთხალი ტონი აქვს. ცოტა დამფრთხალი, ცოტა შეშინებული ამ ეტაპზე ხას უსვამს, ხვალ როგორ იბაქიბუქებს ღმერთმა უწყის და თავად პუტინმაც, არა პუტინმა მე მგონი არ უწყის, როგორ იბაქიბუქებს ხვალზე. კარგით, გადავიდეთ სწორედაც რომ ამაზე ისიც თქვენ რომ ამასობაში მეორე პლანზე გადაიწია ამბავმა უკრაინისა. არა და ეს ამბავი ჩვენთვის, უშუალოდ საქართველოსთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი არა, რისკი არა, კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია პუტინმა ერთგვარად დაიბანა ხელი ირანზე. რამდენიმე ხნის წინ წელს ირანსა და რუსეთს შორის გაფორმდა სტრატეგიული ხელშეკრულება თანამშრომლობის თაობაზე, რომელიც მათ შორის სამხედრო დახმარებასაც ეხებოდა თუ მოიცავდა ურთიერთსამხედრო დახმარებას. ამ სტრატეგიული თანამშრომლობის და ხელშეკრულების ფარგლებში აწვიდა იმ იარაღს, რასაც აწვიდა ირანი რუსეთს. ახლა კი როცა პუტინს კითხეს, მე არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკიო. ეს თქვა და მეორე კიდევ უფრო უარესი, თქვა რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენს შორის შეთანხმება არ მოიცავდა სამხედრო დახმარებას თუ შიშს როგორც ასეთი, მათ შორის შიშს პუტინისა უზარმაზარი თვალები აქვს. ვლადიმერ პუტინი დღეს სანქტ-პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე ჟურნალისტებმა პუტინს კითხეს ირანსა და რუსეთს შორის ახლახან გაფორმებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამ შეთანხმებას თავდაცვით თანამშრომლობაზე არც ერთი პუნქტი არ გააჩნია. დავაგინოთ? არა, გააჩნია რომელია მე-4, მე-5, მე-6 და მე-8 თავები სრუხე თავებია. იმის თაობაზე, როგორ უნდა ითანამშრომლონ მხარეებმა, როგორ არის ერთმანეთის სტრატეგიული პარტნიორები, როგორც კვლავ ვიმეორებ, შიშს პუტინის დიდი თვალები აქვს. შიშს დიდი თვალები აქვს და კიდე პროგნოზს ან ეჭვს, ჭვრეტას იმისა, რომ დროცა დაიძინებს კრემლში იქნება თუ ბუნკერში, ვალდაიში თუ იმის იქით, შეიძლება ბრახტაბისე მივარდეს ბომბი, გაშვებული მალიუკის თუ ბუდანოვის მიერ თუ მხრიდან, ანუ უკრაინელთა მხრიდან, რომ გამოღვიძებას და გააზრებას ვერ მოასწროს ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა, რაც უდღეში ჩაიგდო საკუთარი თავი. არა, პუტინის შესაძლო, არა, გარდაცვალება დაღუპვის შემდეგ რუსეთის პოლიტიკამ ხისიერად არ შეიცვლება, მეთქი ამასაც გეტყვით, მაგრამ ყოველი შემდგომი ივანოვი, პეტროვი თუ სიდოროვი ან პუტინი თუ გნებავთ ამავე გვარის წარმომადგენელი კი დაფიქრდება მინიმუმ იმაზე, რომ მასაც იგივე ბედი ხომ არ ელის წინ, რა ბედიც ხვდა რა, სვებედიც, ხვედრიც ხვდა წილად რუსეთის შლეგ ლიდერს. ამასობაში კანადამ დიდი რაოდენობით იარაღი კი არა, სამხედრო დახმარების პაკეტი მილიარდ ნახევრიანი გამოხო უკრაინისათვის. ამასობაში ევროპელები ამბობენ, კალასი თუ არ ვწდები, კაია კალასი რომ ვერავითარ შემთხვევაში ევროპას ვერ დაამარცხებს რუსეთი და ვერ შეუტევს მათ შორის ვერც აღმოსავლეთ ფრონტს თუ ფლანგს ევროპისა, ანუ აღმოსავლეთ ევროპას იგულისხმება ბალტიის სახელმწიფოები, რომელზეც თვალი აქვს დადგმული, მათ შორის თვალი აქვს დადგმული, იმიტომაც რომ როგორმე რეალურად კალინინგრადში უნდა ჩააღწიოს, კალინინგრადი ხო იცით რომ მოწყვეტილია დედა, ან ესეთი ვება რუსეთისაგან, ის ხო რაღაც ფორპოსტი არა, რაღაც პატარა ტერიტორიაა, შედარებით პატარა, აღმოსავლეთ შუაგულ ევროპაში და როგორღაც უნდა ჩააღწიოს და ერთი კორიდორი უნდა გაიჭრას იქ. ბელარუსს ხო გამოიყენებს, მაგრამ ლიტვაშიც უნდა შეაღწიოს როგორმე და ეს სერიოზული საფრთხე არის. და დაადგა რუსეთმა თვალი, მაგრამ ყოფნის კი ძალაო, ვინმე მკითხავს და მე გეტყვით რომ არ ყოფნის ძალა და არც ეყოფა, სულ რომ აიწიოს ფასებმა 80-90, 100, 200 არა, 200 ბევრია, $100 ბარელზე და ასე შემდეგ. და ეხლა ნელ-ნელა მივადექით სწორედ იმას, რის გამოც აი ეხლა კი მართლა გიბოდიშებთ, რის გამოც პუტინი გვერდზე რო ყავდეს, მის ცოტა სპეციფიკურ სუნს კი შევნიშნავდით. კანიდან გამომავალს სხვა რამ არ იფიქროთ. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის
ნარატივი. ჩვენ ვთვლით, ამბობს პუტინი, რუსულად ესე იქნება. Мы считаем, რომ უკრაინაში არავითარი სამხედრო მოქმედებები არ დაგვიწყია. პირიქით, ვცდილობთ დავასრულოთ ისინი. ანუ 22 წელს რაც დაიწყო სპეცოპერაცია იყო და მხოლოდო და ჩვენო დასრულებას ვცდილობთ, ვიქო, უკრაინელებიო ძალიან ბლატაობდნენო დონბასშიო და აი დანარჩენ ორ რეგიონზე რომელიც აღიარა ყირიმს გარდა ორ რეგიონზე, ხო, იმაზე კი არაფერს ამბობს, რუსულად ამაზეც ამბობს, მაგრამ ოდნავ მოგვიანებით. უკრაინის ხელმძღვანელობამ ზელენსკიმ დაიწყო ომი საკუთარ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკით და ავიაციით, მაგრამ ამის გახსენება დღეს არავის უნდა დიახ. დამოუკიდებლად იმისა, როგორი ბჭყალებში ომი დაიწყო უკრაინის ნებისმიერმა ხელისუფლებამ საკუთარ ტერიტორიაზე არავის არ აქვს ჟანდარმობის უფლება, არცაც სხვაგან. და პუტინმა პოსტსაბჭოთა სივრცეს დაადორა საკუთარი ლაპა რუსული, გადაწყვეტილება მიიღო, რომ ვერავინ ვერ გაფაჩუნდება უკრაინაში თუ ყაზახეთში, საქართველოში თუ ყირგიზეთში, ბელარუსში თუ სომხეთში, აზერბაიჯანში თუ ტაჯიკეთში, მის გარეშე და თუ ვინმე გაფაჩუნდება, რასაკვირველია მას როგორც ჟანდარმს აქვს უფლება ჩაერიოს ამა თუ იმ ქვეყნის საშინაო საქმეებში, მათ შორის ძალისმიერი სამხედრო გზითაც და ასე არ არის. დედამიწა სამყარო აღარ იყოფა ორ ნაწილად, ორ ძალად, ორ თანაბარ ძალად. გავლენის სფეროები ესენი ჩემია და ის კი შენიაო, ვერავინ ვერავის ვერ ერწყმის. და თუ მაინც და მაინც ამ კუთხით წაგივათ ფიქრი რომ ამერიკელებსაც აქვთ გავლენის სფეროებია, დიახ, ამერიკელებს აქვთ, იმიტომ რომ ამერიკის სტრატეგიული ინტერესები არსებობს და რაც თავარი ამერიკელებს აქვთ საფუძვლიანად, იმიტომ რომ ამერიკა დემოკრატიული სახელმწიფო, არადემოკრატიებს არა აქვთ უფლება გავლენის სფეროების არსებობისა, ჩინეთს, ირანს, რუსეთს, ჩრდილოეთ კორეას, ჩრდილოეთ კორეამ რომ მოინდომოს, ეხლა სამხრეთ კორეის დააპყრობა და რაღაც ისტორიული საფუძვლები რომ გააჩინოს კი არა გაგვაცნოს და გითხრას რომ იცით რა ჩვენ ახლა შევუტევთ სამხრეთ კორეას და მომენტ უკაცრავად სიტყვისთვის ჩვენ მას ავიღებთ რატომაც არა ვინ დაუშვებს ამას რამდენადაც ჩრდილოეთ კორეა არის არადემოკრატიულობისა და ბოროტების ერთ-ერთი ღერძი დღეს მსოფლიოში. შეერთებულ შტატებს დაინტერესები აქვს ევროპაში, კავკასიაში თუ სხვაგან დემოკრატიული სახელმწიფოა და იმ ქვეყნების, ასე მაგალითად საქართველოს რომ ადეკვატური ქვეყანა იყოს და ნორმალური ხელისუფლება რომ ხავდეს. იმ ქვეყნების ხელისუფლებებთან ერთად წვეთს ამ რეგიონის, ან კონკრეტულად ამ ქვეყნის საზოგადოების განვითარებისა და საზოგადოების განვითარებას. როგორც ასეც ესენი ყავს არაადეკვატურები, რომლებმაც ვერ გაიგეს და ასე ინტერპრეტირებენ სუვერენიტეტს, რომ ჩვენი თავი ჩვენადებ გვეყუდნისო, პაპუაშვილი ამბობს, რომელმაც ილია ჭავჭავაძე არ წაუკითხავს, მას არასწორი გაგება აქვს ამ გლობალიზაციის პირობებში, მით უმეტეს სუვერენიტეტისა, როგორც ასეთისა. განვაგრძოთ პაპუაშვილამდე ნუ დავალთ მართლა, მით უფრო რომ ისეთი რაღაცა თქვა დავსქრინე მგონი და წაგიკითხავთ თუ ბოვასარით. გეტყვით ბარემ, გეტყვით. ევროპელებსო ვერთო ჩემო გამახსენე, ევროპას უნდა ვასწავლოთ ნამდვილი ევროპელობაო. შალვა პაპუაშვილი მითხარით რომ მეთანხმებით რომ ის ვერ არის. უკრაინის ხელმძღვანელობამ დაიწყო ომი საკუთარ ტერიტორიაზე გავიგეთ. რუსეთი არ დაუშვებს რომ უკრაინაში არსებობდეს შეიარაღებული ძალები, რომლებიც რუსეთს დაემუქრება და ვინ ემუქრებოდა რუსეთს. ესე შეიძლება მე დილას გავიღვიძო და მომეჩვენოსო ჩემი ამ კედელს მიღმა ოთახია გულახდილად გეტყვით, მაგრამ აი იმ ოთახს მიღმა მეზობელი მეორე სადარბაზოდან ამ მიპირებს რომ დამიფხროს და ეს თუ დამარტყა ამან თავში და ამაზე ჩავისიკლე, რა უნდა ვქნა, ეხლა შეუვარდე იმ სადარბაზოში მეზობელს და ჩემი შვილის სათამაშო პისტოლეტი უნდა დავახალო, ნამდვილი პისტოლეტი უბრალოდ არ მაქვს. რუსებმა ნამდვილი პისტოლეტი დაახალეს უკრაინას. მაგრამ ეხლა რაც წაგიკითხეთ, ჯერჯერობით არ არის იმის მადასტურებელი, რომ ვლადიმირ პუტინის კანს რაღაც სუნი აზდის. ხომ ეთანხმებით? მივალთ აქამდე. ზელენსკისთან შეხვედრა შესაძლებელია, მივედით. მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპზე. რათა ბოლოს წერტილი დაისვას. ამას ამბობს პუტინი. ვერ გავიგე. აქამდე ესე ვიცოდი, до сих пор я знал, что Зеленский აქამდე ესე ვიცოდი, რომ ზელენსკი არის არალეგიტიმური პირი, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოსული ხელისუფლების შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში და ფაშისტია, იმასაც ამბობდნენ, დიტო სამხარაძის ამბობს, რომ რაღაც ებრაელია და ასე შემდეგ, ანუ ეს ანტიებრაული, ანტისემიტური განცხადებები.
და ეხლა ამ არალეგიტიმურ ტიპს რა პონტში უნდა დაუჯდეს. ბოდიში ასეთი ტერმინით თუ ლაპარაკობ, მაგრამ ფართო საზოგადოებისათვის, სოფლად თუ ქალაქად, შესაძლოა სწორედ ამგვარი ლაპარაკი და არა აკადემიური იყოს უფრო საინტერესო. კვლავ ვიმეორებ, რა პონტში უნდა დაუჯდეს ეს თლად რუსეთის ვება რუსეთის რო არ მარცხდება იმ რუსეთის ლიდერი ზელენსკის თუნდაც მოლაპარაკეების ბოლო ეტაპზე. თუმცა პუტინი თავადვე მიხვდა რომ მიქარა და სწრაფადვე გამოასწორა იმავე წინადადებაში საკუთარივე თავს შეეწინააღმდეგა და ამბობს შემდეგ რამეს და თქვა შემდეგი რამ. მაგრამ თუ უკრაინის პირველი პირი არალეგიტიმურია, მაშინ მთელი ხელისუფლების სისტემა იქ არალეგიტიმური ყოფილაო. ანუ ერთის ხრივ თქვა რომ დავუჯდები განაარაო თუნდაც მოლაპარაკეების ბოლო ეტაპზე ზელენსკისო რო ყველაფერზე მოვაწეოთ ხელიო, მაგრამ მეორეს ხრივ საკუთარივე თავს შეეწინააღმდეგა და თქვა რომ არალეგიტიმურიაო. დაბნეულია ცოტა ესე მეჩვენება ვლადიმირის ძე. რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკეების რაუნდი იცით თქვენ რომ 22 ივნისიდან უნდა განახლდეს. 22 ივნისს უნდა შედგეს და განახლდეს. თუმცა რუსეთი ყოველ შემდგ ლიდერი შლეგი ვლადიმირი ყოველ შემდეგ ჯერზე ამბობს რომ ისინი არალეგიტიმურები არიან, პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს. პირველნაჩალნი პრიჩინი, ანუ ძირითადი პირველ ქმნილი მიზეზებზე ვილაპარაკოთო და მეორე მხრივ თან ეხვეწება. რატო ეხვეწება? იმიტომ რომ მას აქვს ბჟუტავი იმედი იმისა, რომ მოლაპარაკებების შედგენის შემთხვევაში დასავლეთი მის იქვეყნის დესანქცირებას დაიწყებს. ხელში აქვს საჭერილი 17 უკვე 18 პაკეტი სანქციებისა ევროპიდან და აქვს საშინელი მოლოდინი იმის თაობაზე რომ ლენცი გრემი როდესაც შეიტანს კი არა დაამტკიცებინებს მათ შორის ტრამპსაც ახალ პაკეტს და უმძიმეს პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა, ამასობაში ნავთობის წამოვა ქვემოთ. ამასობაში ჩრდილოვან ფლოტსაც დაერხევა. ამასობაში რუსეთის გაყინული აქტივები გადაეცემა უკრაინას არა მხოლოდ პროცენტები, არამედ ძირი თანხა, ძირითადად ბელგიაში რაც არის თავმოყრილგან თავსებული, აქვს შიში რომ ვეღარ გაკაჩავს. ამიტომ თან ლაპარაკობენ, თან პირველნაჩალნი პრიჩინებზე ლაპარაკობენ, თან ამბობენ რომ ზელენსკი არაკანონიერია, თან ამბობენ რომ მიუხედავად იმისა რომ კანონიერი არის და კვლავ ვიმეორებ, სუნი გაუშვეს მეთქი. აკი გითხარით. პრობლემა შემდეგი სიგიჟე. პრობლემა არ არის ის, რომ რუსეთმა მოახდინა ყირიმის შემოერთება. არამედ ისაა, რომ დასავლეთმა შეუწყო ხელი სახელმწიფო გადატრიალებას უკრაინაში. წელი ნულანდმას ვიქტორია ნულანდი იგულისხმება, კი აღიარა რომ შეერთებულმა შტატებმა 5 მილიარდი დოლარი დახარჯა ამ გადატრიალებაზე. ჯერ მანახეთსა და აღიარა ქალბატონო ნულანდმა ეს მაინც და მაინც, მაგრამ ამაში არ არის საქმე. 2013-14 წლებში 14 წლის თებერვალში დამთავრდა ღირსების რევოლუცია. რა მოხდა ხალხო? ეს პაპუაშვილები მეორედ ვახსენებ, ისინი კი მოაბაიბურებენ ხოლმე ამ ღირსების რევოლუციას, მაგრამ უკრაინის სახელმწიფოს ფორმა ქნადობა დაიწყო არა დარინჯისფერი იუშენკოს რევოლუციის დროს, არამედ სწორედაც რომ 2014 წელს 10 წლის თავზე. რატომ? 2013 წელს რუსეთმა იანუკოვიჩს უთხრა, მე ძალიან ვამარტივებ ამას. არავითარ შემთხვევაში თქვენ არ მოაწერთ ხელს ასოცირების ხელშეკრულებას და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას ევროკავშირთან. ეს იანუკოვიჩი ისედაც ხო ცოტა ჭკვა სუსტი იყო ჩემი აზრით და დაიწყო აქეთ-იქით სიარული. მერკელს ეხვეწებოდა რამე მიქენი მიშველეო. იანუკოვიჩიც კი ეუბნებოდა, ევედრებოდა, მერკელი კიდე ესე სისხლიანად იყურებოდა, გადაწყვეტილება თავად მიიღეთო. დარწმუნებული ვარ პუტინთან ერთგვარ გარიგება შეიძლება ესეთი ნათქვამია, მაგრამ კარგი ურთიერთობისა და გამო მერკელსაც არ ეჩქარებოდა, არ უნდოდა მაინც და მაინც, არ იყო გადაფიჩინებული უკრაინისათვის ასოცირების ხელშეკრულების მიღებაზე. დაიწყო გამოსვლები, იანუკოვიჩმა არ მოაწერა ხელი, დაიწყო გამოსვლები. მერე გააყალბა არჩევნები, მერე მოხდა ამბავი და ასე შემდეგ. და მოვედით 14 წლამდე. 14 წელს აქნა იცით. გამოუშვა საკუთარი ბერკუტი უკრაინის კიევის ცენტრში. გამოუშვა საკუთარი ტიტუშკები უკრაინის კიევის ცენტრში. და დაიწყო მშვიდობიანი ადამიანი, ბერკუტი ოფიციალურ რობოკოპებს რო ვეძახით ჩვენ სინამდვილეში ომონი, სპეცრაზმი. დაიწყო ადამიანების არა მარტო დარბევა, არამედ ხოცვაც. ეს ხდება კიევის ცენტრში, არა მხოლოდ კიევის ცენტრში, უკრაინის სხვა ქალაქებშიც ხდება, მაგრამ კიევის ცენტრში ესეთი ყველაზე უფრო დრამატული მოვლენები ვითარდება. და
საზოგადოებამ გაუწია წინააღმდეგობა. გადატრიალება მოხდაო ეს შლეგი რო ამბობს სუნი რომაზდის მარჯვენა ხელის გულიდან ოფლის სუნი რომაზდის ნერვიულობის და გამო, ანუ პუტინი ამბობს გადატრიალება მოხდაო, დიახ, გადატრიალება კი არ მოხდა, რევოლუცია მოხდა, როგორც ასეთი. რევოლუცია ძიმე. მაგრამ ამ რევოლუციის გამო ზღო, ასე უნდა ვთქვა, უკვე აზღვევინა ყირიმის შეერთებით კრიმ ვაზვრაშაეცა ვრადნუიო გავანი, როცა თქვა პუტინმა 2014 წლის მარტსა თუ აპრილში, მარტში რეფერენდუმი ჩაატარა, იქ არავის არ მიაღებინა მონაწილეობა, მოქალაქეები უკრაინელები გაყარა პრაქტიკულად ყირიმელ თათრებს თავისი ადგილი მიუჩინა, ჩაატარა რუსულენოვან მოქალაქეებზე დაყრდნობით სევასტოპოლსა და სიმფეროპოლში ეს რეფერენდუმი, მთელ ყირიმში თუ გეოთ ასე ვიტყვი, იმიტომ რომ იქ ფლოტია, ხო ხვდებით, რუსულენოვანია, ყირიმის ნახევარკუნძული, შერეული ოჯახია, ბევრი და ასე შემდეგ და კრიმ ვაზვრაშა და აზღვევინა ის რომ რევოლუცია მოუწყეს და მერე გადაგიჟდა უკვე დონბასზე. დონბასზე კი არა, ახლა დამატებით 2 რეგიონზე გადაგიჟდა ზაპოროჟიეზე და ხერსონზე და კიდე 4 რეგიონს ითხოვს. კიდე 3 რეგიონს ითხოვს დნეპროპეტროვსკს, სუმს, ხარკოვს და ოდესას 4 რეგიონს. კიევი ღა უნდა დარჩეს, ან ლვოვთან ერთად კიევი მისი ავადმყოფური ტვინით. ასე ფიქრობდა და ფიქრობს, მაგრამ ახლა კი გითხარით, ცუდი გაუშვა მეთქი. 27 წუთია გასული. ცოცხალია. ცოცხალია თუ არა, ამ კითხვას უნდა გავცეთ მაინც პასუხი, თუ ცოცხალ მკვდარია. იმის გამო რომ ერთშვენიერ დღეს ჩვენთვის და მისთვის არამშვენიერ დღეს შეიძლება უცებ შევიდეს, შევარდეს მართვადი რაკეტა, გაარღვიოს კრემლის ვეება კრემლის ვეება კედლები და სწორედ იმ საწოლ ოთახში მოხვდეს, სადაც მას პიჟამაში სცინავს. დონეცკმა და ლუგანსკმა მიიღეს გადაწყვეტილება გამოყოფის შესახებ. გაეროს წესდებით ამათ ამის უფლება ჰქონდათ და ვიმინა იზევინიცი, тогда ჩეჩნია далеких 90-х. თქვენ მომიტევეთ, მას ჩეჩნეთს რატომ არ ჰქონდა გამოყოფის უფლება? რატომ ჩაატარა რუსეთმა 2 მინიმუმ სპეცოპერაცია, სამხედრო ოპერაცია გაანადგურა ჩეჩენი ერი 90-იან წლებში და 2000-იან წლების დასაწყისში პუტინის თავკაცობით. რამდენი კაცი მოკლა იცით? რამდენი каци მოკლა იცით რუსეთმა? Да если Донбасс имели право, თუ რაღაც აპარაუშცი თუ ვიღაცაში შემდეგ, ხო? Тогда чеченцы почему не имели права? Касается это только России, когда речь идет о Украине, тогда определенные пророссийские силы имеют право на отделение в этом случае от Украины, СА. კიევის მდგომარეობა გაუარესდება, თუმცა ჩვენ მზარდ ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებების გაგრძელებისათვის და თუ გაუარესდება, რატომ არის მზარდ? ამბავიც ეს არის. პუტინს უნდა სახის შენარჩუნება, რასაც ის ვეღარ მოახერხებს. სხვა შორის ამ არა მხოლოდ მაქსი, არამედ მინი დიქტატორებსაც უნდათ სულ მუდმივად წაუვათ ხოლმე ფიქრები იმის თაობაზე, რომ სახე კი შეინარჩუნონ. მაგრამ ამას ვერ მოახერხებს პუტინი, იმიტომ რომ მან წითელი ხაზები უკვე გადალახა ტრამპმა. მერცს, გერმანიის კანცლერს, კანადაში 2 დღის წინ, 3 დღის წინ უთხრა, რომ აიო, პუტინი რო აქ იყოსო, იქნება და უკეთესიც იყოსო. რა უპასუხა იცით მერცმა? დიპლომატიურად უთხრა ამგვარი რამ. პრინციპში დაგეთანხმებოდით. მაგრამ თქვენს, ანუ ამერიკელებს და ჩვენს ხომ ერთი პრინციპი გვაქვსო, ვინც სისხლის სამართლის დამნაშავეა, მას ხელს არ ვართმევთ. რაღა უნდა ეთქვა ტრამპს, რომელსაც სხვათა შორის ეს ამბივალენტური არა. მოციმციმე დამოკიდებულებები აქვს ამა თუ იმ კონფლიქტის, მათ შორის ირან-ისრაელის კონფლიქტის მიმართაც და უკრაინა-რუსეთზე აღარ ვლაპარაკობ. დაეთანხმა ტრამპი. ხო, მართალი ხარ პრინციპში. არ ვიცი ამის ბრალია თუ არა, მაგრამ ტრამპმა ბოდიში ამ სიტყვისთვის და ერთ ადგილზე მოსვა პუტინი, როდესაც ამ უკანასკნელმა აიღო ყურმილი, შეგულიანებულმა იმით, რომ აქაოდა ტრამპი მელაპარაკებაო და რუსულად არ ვიცი, მაგრამ ინგლისურად ალბათ უფრო, ყოველ შემთხვევაში პირველი წინადადება წარმოთქვა, სწორედაც რომ ინგლისურად How are you Mr. President? უთხრა პუტინმა ტრამპს. და მე უთხრა რომ ჩვენო
არ მაგარი ქვეყანა ვარ თუ საბოლოო კეიცი შენ დონალდო და ირანის გამბავში ჩვენ ვიქნებით შუამავლებიო. რა უპასუხა იცით ტრამპმა, რომელიც გაგაბრაზებს და მე ისეთ სიტყვის რომ მოგეწონება კაც რის ბაიდენი და რა ობამაო იტყვი. საკუთარ თავს მიხედავ. ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ იმაზე რომ უნდა შენი შუამავლობა არ გჭირდებაო და ის პრობლემა უნდა მოგვარდეს რომელიც თქვენ გაქვთ უკრაინასთან. ხახა მშრალი დარჩა ვლადიმიროვიჩი, რომელიც ვალდაიში არ არის, არა, ბუნკერშია. ოღონდ სულ მუდმივად, ისევე როგორც ირანის სულიერ ლიდერს აქვს მოლოდინი იმის თაობაზე, რომ ლურჯად გავაფერადო, აი ეს თუ ჩანს. არა, ბირთვულ ბომბს მაინც და მაინც არ გულისხმობს, ხადია. იქ ხუთი ვერტიკალურ ჰორიზონტალური ხაზი იყო. 3 უნდა ყოფილიყო. არ გულისხმობ მაინც და მაინც. ფერმა უბრალოდ მიგწია ყურადღება. ბავშვის რაღაც სათამაშო კი არ არის, რაღაც ფეხუკაა, რგოლუკაა, მაგიდისა. მაგრამ რაღაცა რო შევარდეს ემან ვალდაისა თუ კრემლში, გამორიცხავთ. შიში განაპირობებს სუნს. ხელის გულებიდან სუნს. და 258 მეტრზე თუა ვინმე ჩასული. ბატონ შალვა აბუაშვილს მინდა ვუთხრა პუტინის კონტექსტში არ ეგონოს სხვა რამე. 258 მეტრზე თუა ვინმე ჩასული. პუტინი. ხო? მას განადგურებენ აუცილებლად თუ გადაწყვეტილება მიიღეს. უბრალოდ არა ამ სცენარით ჩვენს ქვეყანაში პროცესების განვითარების გათვალისწინებით, მაგრამ იმის გათვალისწინებით, როდესაც დადგება სამართლის დრო, სამართლის აღსრულების დრო, როდესაც ბალდორი შალაბაბუაშვილი განსასჯელის სკამზე მოხვდება და უგლებრივ ყველაფერს ვკითხავთ, იმის კითხავენ პროკურორები. იმის თაობაზე რას ჩადიოდა ეს ხელისუფლება შეგდებულად თუ შეუგნებლად და უმრავლეს შემთხვევაში შეგდებულად სწორედაც რომ რა პასუხები ექნება შალვას პაპუაშვილს მე აღარ ვიცი. ოღონდ საკუთარ თავზე კი ვიტყვი. ემანდისი არ მოხდეს, არაფერს სხვაგვარად ვიტყვი. თუ ისე მოხდება რომ შალვა პაპუაშვილის უფლებები იქნება დარღვეული, მე ჩავწერ ვიდეო ბლოგს, რომელშიც დავიწყებ შალვა პაპუაშვილის ადვოკატირებას. მხოლოდ მაშინ შევჩერდები. ადვოკატირებისაგან მხოლოდ მაშინ შევიკავებ თავს, თუ მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ შალვა პაპუაშვილი რუსეთის აგენტია, იქნება დამაჯერებელზე მეტად დამაჯერებელი. აქედან გამომდინარე ბატონ შალვა, როგორც ვჭრეთ, მე გაჩუმება თქვენ სასამართლო პროცესზე, ალბათ მაინც მომიწევს. თქვენი ადვოკატი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა გარკვეული უფლება შემოერღვეს ვინმეს დაცვის უფლება, ეხლა რამე სერიოზულზე კი არ ვლაპარაკობ, დაცვის სრულყოფილად განხორციელების უფლება, თქვენი ადვოკატი მაინც საზოგადოებრივი ადვოკატი ვერ ვიქნები. და არა მხოლოდ თქვენი ყველასი, ვინც განსასჯელის სკამზე უთუოდ მოხვდებით, იმიტომ რომ ჩემს ქვეყანას ჩაარტყით ზურგში დანა. ნახვამდის.